წარმატებას გისურვებთ და გადავინაცვლებთ სტუმართან, სიამოვნებით წარმოგიდგენთ მას, პოეტი, ფილოლოგი, წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ქეთევან შენგელია, დილამშვიდობის ქალბატონო ქეთევან. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენი საუბრის თემა არის თანამედროვე სამწერლო ენა. ძალიან საინტერესო თემაა, დამეთანხმება ალბათ მაყურებელიც. არიან მწერლები, რომლებიც ძალიან დახვეწილი ქართულით წერენ, არიან მწერლები, რომლებიც ნაკლებად და ისეთებიც არიან, რომელთა ნაწერსაც შეიძლება ქართული ვერ ვუწოდოთ. რამდენად ჭრელია დღეს თანამედროვე სამწერლო ენა და როგორია ამით ზოგადად ამ მხრივ? მივესალმები ჩვენს მაყურებელს დიდი პატივისცემით პირველ რიგში და ძალიან სასიამოვნოა რომ ამ თემაზე გვიწევს საუბარი, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი სერიოზული რამ, ენა, ქართული ენა საერთოდ. ალბათ, როდესაც 14 დამწერლობაში ერთ-ერთი შენი დამწერლობაა და გაქვს ასეთი მრავალსაუკუნოვანი კულტურა, მაინც საჭიროა რომ ქართულ ენას სხვანაირად გაუფრთხილდეს მწერალი, მით უფრო მწერალი არის ერის წინამძღოლი, გონი, ხო, მისი სულიერი სამყარო მწერლის ხელშია და როდესაც ენა ზარალდება, ძალიან დიდი ზარალი მოაქვს ამას საერთოდ საზოგადოებისთვის და ქართული კულტურისთვის პირველ რიგში. დღევანდელი სამწერლო ენა მართლაც ძალიან ჭრელია. რატომ ახლა ლიტერატურა დღეს შეიძლება დავყოთ ლიტერატურად და ანტილიტერატურად. სწორედ იმ საჭიროებო საკითხებზე მინდა 1-2 სიტყვა ვთქვა, რომელიც დღეს ქართულ ენას ჭირს. ახლა ნამდვილი მწერლობა რასაკვირველია ვერ დაზარალდება და ნამდვილი მწერალი, მაგრამ როდესაც ენა არ არის სრულყოფილი და სამეთყოლო კულტურა მწერლის არ არის სრულყოფილი, დაზარალდება ის მომავალი თაობა, ის ხალხი, რომელსაც ვერ გაუგია ვთქვა დაწმენდილი და სუფთა ენა რომელია და რომელი არა. ახლა სპინოზა ამბობდა, რომ გამოცდილებები გვაჩვენებენ, რომ ყველაზე მეტად საკუთარი ენები არიციან ადამიანებმა და მწერალს ევალება, რომ საკუთარი ენა ნამდვილად კარგად იცოდეს. რამ გამოიწვია სიჭრელე? ბოლო 20 წლეულია ცენზურისგან განთავისუფლდა ქართული მწერლობას და ქართული კულტურას და ეს არის შესანიშნავი. არაჩვეულებრივია ეს, მაგრამ სერიოზულ საქმეებს, სერიოზული საჭიროებო ტკივილები დაჰყვება ხოლმე თან და აი გაჩნდნენ მწერლობის მოყვარულები. ის ადამიანები, რომელთაც ლიტერატურა არ არის ძირითადი და სერიოზული საქმე, არის მხოლოდ ჰობი და არის მხოლოდ სურვილის საგანი და როცა ამ კუთხით შენ წერ და კითხულობ, ძალიან ბევრი რამ ზარალდება ქართულ ენაში და ხო ამას იმიტომ ქვია მშობლიური ენა და დედა ენა, იმიტომ ქვია რომ ეს არის ძალიან მოსაფრთხილებელი, რადგან ენაში ყველაზე კარგად ჩანს ერის ბუნება. ხა ჩვენი ენა არის ძალიან ენერგიული, ძალიან ესეთი მდიდარი და თუ ის არ იქნება სუფთა და დაწმენდილი, მაშინ ძალიან დააზარალებს მწერლობას. არის სკაბრეზი. ახლა სკაბრეზის თემა არის ძალიან გასაფრთხილებლად მოსატანი და შემოსატანი, იმიტომ რომ უხამსობა არ არის სკაბრეზი. სკაბრეზი არის მინიშნება უხამსობაზე. როდესაც დღევანდელ ლიტერატურაში შემოიჭრა ეს რბილად რომ ვთქვათ უზრდელობა, ეს ძალიან აზარალებს მწერლობას, იმიტომ რომ სკაბრეზსა და ამას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ეს მოსაფრთხილებელია. ჩვენ ყავდა დიდი კლასიკოსები ევროპასაც ხომ, იქ დამკვიდრდა რაღაცნაირად. ჩვენი ენის ბუნება უნდა იცოდე. თუ კი ჩვენ კლასიკაში ეს არც ერთხელ არ იქნა გამოყენებული, ესე იგი ჩვენი ენის ბუნება მეც ვერ შეითვისა. ეს უკვე გასაგებია. შეიძლება ითქვას რომ მოდურია უბრალოდ უხამსობა. იცით რა არის, როდესაც მწერალი ხდება მოდური, ეს კიდევ მეორე უბედურება, იმიტომ რომ მოდით, იცით, მოდა არის მოდის პრეროგატივა და დაუტოვოთ მოდას. მწერალი უნდა იყოს ავტორიტეტული, მწერალი უნდა იყოს გონიერი, მწერალი უნდა იყოს ერის სული და გული. და როდესაც შენ ხდები მოდური და ვთქვათ თანამედროვეობის ნიღბის ქვეშ ხარ შეფარებული აი ამ ფორმით და ხმარობ ამ ეგრეთ წოდებულ სკაბრეზს, რომელიც სკაბრეზი ნამდვილად არის და უხამსობა, ეს რა თქმა უნდა აზარალებს. მარტო ეს არ არის ჩვენი ენის პრობლემა დღეს. მე საუბრობ კიდევ ბარბარიზმებზე, რომელიც არის შემოტანილი. ახლა უცხო სიტყვის შემოტანა, ძალიან ბევრი უცხო სიტყვა დამკვიდრებულია და ორგანულად მიიღო ჩვენმა ენამ. მაგრამ როდესაც პირდაპირ იღებ შენ და ამ უცხო სიტყვებს ქართულ მხატვრულ ტექსტში დებ, რა თქმა უნდა ეს ცუდია და რა თქმა უნდა არ არის. ეს ქართული ენა არ იმსახურებს ამას, რომ ასეთი რაღაცები მწერალმა აკადროს. და ბოლოს ყველაზე საჭიროებო ერთ-ერთი რამ, რომელიც ასე ვთქვათ მწერლობის მოყვარულებს ახასიათებთ, ეს გახლავთ, როდესაც არ
არასწორი ენობრივი ფორმები არის ხოლმე გამოყენებული. ხა წინადადება არ არის გამართული ნორმალურად. რომელ მწერლობაზე არის ლაპარაკი? ძალიან ხშირად გვხვდება ესეთი რამ და დაუფარავად შეიძლება ამ თემებზე უკვე ლაპარაკი, იმიტომ რომ თუ ამაზე ჩვენ არ ვისაუბრებთ, მაშინ ქართული ენა გაიწირება. ახლა ნამდვილი მწერალი თავის პოზიციებზე ყოველთვის დარჩება. ახლა როდესაც დიდ ავტორიტეტებზე არის ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ამათ არ ეხებათ და ნამდვილი მწერლების ხელში რაც არის, იქ ყველაფერი რიგზეა. მაგრამ როდესაც ახალგაზრდა კითხულობს ამას და ლიტერატურული სიჭრელეა, თუ არ გაირჩა ეს და თუ არ დაალაგდა რაღაცნაირად, ძალიან ცუდ სამსახურს გაუწევს ეს მშობლიურ ენა. როცა ახალგაზრდა მწერლებზე ვსაუბრობ და მათთან დარღვევებზე. ანუ იმ თაობაზე, რომელიც იმის შემდეგ დაიბადა და აღიზარდა, როცა ჩვენ ამ ცენზურის მოხსნაზე ვსაუბრობთ, ხო იმ პერიოდში. შეიძლება ვარაუდოთ, შეიძლება დაშვებული უჩესტომა თვითონ მათი სწავლების, პედაგოგის მხრიდან, ლექტორის მხრიდან, როცა ვინც ასწავლე ქართულ ენას. შესაძლოა, რომ დავუშვათ, ისე არ ასწავლდა, მან არ იცის და მას გონია, რომ ესეა. აი ამაში შეიძლება რა პრობლემა იყოს. კი ბატონო, შეიძლება და ყველაფერი დასაშვებია. მასწავლებელზე ძალიან დიდი რამ არის დამოკიდებული. მაგრამ იცით რა არის, როდესაც განაცხადს აკეთებ იმაზე, რომ შენ გერქვას მწერალი და შენ გერქვას პოეტი. ხლა აქ მარტო მასწავლებელზე დაყრდნობა არ შეიძლება, იმიტომ რომ შენ უნდა დაუსრულებლად კითხულობდე, უნდა იცნობდე შენი ქვეყნის კლასიკურ ლიტერატურას, უნდა იცნობდე ევროპულს, ამერიკულს, რუსულს, ხო? არ შეიძლება გინდოდეს იყო მწერალი და მარტო წერდე და არ კითხულობდე. და ჩვენ წინ გვაქვს მარტო ერთი მერჩულე რა დღირს, ხო? ამ ქვეყანაში როდესაც ცხოვრობ, არ შეიძლება შენ დიალექტი პერსონაჟის დასახასიათებლად რომ არის აგერიოს თქვა კუთხურ მეტყველებაში. როდესაც ახლა ქმნი პერსონაჟს და რომელიმე კუთხე გინდა აჩვენო თქვა და საჭიროა მისი ხასიათის გამოსახატავ და ამის ძალიან დიდი მაგალითი იყო დავით კლდიაშვილი მოვიყვანო და ეს ერთია. მაგრამ როდესაც შენ არ იცი სალიტერატურო ქართული ენა და იმიტომ რომ არ იცი წერ იმას რაც არ შეიძლება, ეს არის მეორე, რომ ბევრი რამ არის საჭირო როტო ამ საკითხებში. თავარიაც არის აზრდანით, ალბათ თუ გაქვს პრეტენზია თუ აკეთებ განაცხადებს წერლობა პოეტობაზე. როგორც ინია, კარგად უნდა იცოდე შენი ენა. ხო, ენა, ეს არის იარაღი, როგორც ჯარისკაცისთვის არის ამდვილი იარაღი, ეს ენა მწერლისთვის არის მთავარი. თუ შენ არა გაქვს ენა დახვეწილი, მაშინ კონტაქტი ვერ დამყარდება და ვერ მოახერხებ უბრალოდ იმას, რომ თანაგანცდა იყოს შენი ნაწერისა, შენსა და კითხოს შორის. ქალბატონ ქეთევან, კლასიკოსების ენაზე რას გეტყვით? რამდენად იცნობდნენ ისინი ქართული ენის ბუნებას და რამდენად გრამატიკულ ნორმებს ენის ბუნებას სათანადოდ ეპყრობოდნენ? იცით რა არის, ჩვენი კლასიკოსები ნამდვილად ძალიან კარგად იცნობდნენ ენის ბუნებას, იმიტომ რომ აი არ ვიყოთ ერთ-ერთი გენიოსი ვაჟა-ფშაველა, ხო? აი არსებობს ვაჟა-ფშაველას სამწერლო ენა, ეს მისი საკუთარი ენა, ეს არ არის დიალექტი და ეს არ არის, თქვათ, ეს მისი ენაა. ხო და როგორ მოერგო, ხო, მისი პერსონაჟები იქ არიან როგორც წყალში თევზები, როგორი დამაჯერებელია, როგორი ახლობელია, რაც უფრო დიადი და მაღალია, მით უფრო შინაური და ჩვენიანი, ხო? აი ესე იცნობდნენ ესენი, რამდენი რამ გააკეთა, თქვათ, ილია ჭავჭავაძემ ენის დახვეწისთვის, მაშინ როცა ეს ენა სჭირდებოდა, განთავისუფლა ბევრი ზედმეტი რამისგან და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ძველი ჩვენი მწერლობა, რომელიც ძალიან დიდ ბურჯად დგას და თუ გინდა რომ მაღლა აფრინდე და წინ წახვიდე, ახლა წარსული არ უნდა დაგავიწყდეს. იმ ფესვებიდან არის ყველაფერი ამოზრდილი და აი თანამედროვეობის ნიღბის ქვეშ და იმით რომ ეს მოძველდა და აღარ არის საჭირო, ეს მე მგონი არ არის სწორი, იმიტომ რომ ის რაც დიადია, მარად თანამედროვეა. მარად თანამედროვე რაც არის არ შეიძლება, თქვათ, არ იყოს ყურადღება მისაქცევი და მას არ შეიძლება ყავლი გაუვიდეს. თუმცა არის იგივე კლასიკოსებს თუ ვისაუბრებ წერლობაში და იგივე პოეზიაში, ხო, დიდი მწერალი, დიდი პოეტი, ჩვენ რაღაცა გენიოსები და კლასიკოსები შეიძლება იქ ნახოთ გრამატიკული შეცდომა. ეს არის ფორმა, რომელსაც მიზანმიმართულად უშვებს და ეს არის შეცდომა, ანუ რას გულისხმობს, ეს არის შეცდომა, თუ ეს არის რაღაც ფორმა, რომელსაც ხვდებით, რომ ეს ფორმაა და ეს მისია და ეს ესე უშვებს, ხო? და ვარდები არ არიან გალაქტიონის მაგალითად, მაგრამ გალაქტიონია
ბუნებრივი მომცრო დაენა, მაგრამ ვიცით რომ გალაქტიონი. ხო, ეხლა როდესაც გალაქტიონის დონის ლიტერატურა შექმნი და დაუტოვებ შენს მემკვიდრეობას, აქ ეხლა გალაქტიონზე როცა ვსაუბრობთ, იქ ბევრი ისეთი რამ არის. ყველა აღმოჩნდა რომ ფანტასტიკური იცოდა მან ენა და ზოგადად ძალიან ახალი ადამიანი. ძალიან კარგად იცოდა გალაქტიონი. შეიძლება რომ ეს და ის რაც იქ არის, მისივე გადაწყვეტილებით არის და არა უწოდინოებით. მანამ ეს ჩათვალო რომ დაუშვა ესე, ანუ რაღაც ფორმატი არა იმის გამო რომ არ იცოდა. დიდი პოეტის დიდი დარღვევები. ეს არ არის ენის უწოდინობა და ამიტომ ეს სულ სხვა რამ არის. ამიტომ უნდა გაიჩო, ხო, უნდა გავარჩიოთ ეს. ესე იგი, ვინაიდან ზარალდება მკითხველი, ზარალდება ენა, ბუნებრივია. მაგრამ თქვენ ბრძანეთ რომ თავად მწერლობა არ ზარალდება. აი, არ შეიძლება იყოს რამე ჩარჩო ენობრივი თვალსაზრისით. გასაგებია რომ ცენზურისგან გათავისუფლდა კულტურა და მწერლობა და ეს ძალიან კარგია. მაგრამ ენობრივი თვალსაზრისით იცით რა არის ხა ენობრივი თვალსაზრისით თავისთავად ქართული გრამატიკა ისე არის მოწესრიგებული რომ თუ იცი და ქართული კარგად იცი იქ არაფერს არ დაარღვევ და არა ხა პირში და რიცხვში რო ვერ აწყობს ზმნას და მას რა ქვია არსებით ახალს ადამიანი ეხლა იმის მოწესრიგებაზე ლაპარაკი ზედმეტია ელემენტარული როცა არის წამიკითხავს მე ესეთი მხატვრული ტექსტები თუ კი ამას მხატვრული ტექსტი ქვია და ეს არის უბედურება ჩვენ ენას ეს ძალიან კარგად აქვს მოწესრიგებული და ძალიან კარგად გვაქვს ეს გრამატიკაში მოცემული და თუ ისწავლის ვინმე და თუ არ იცის და ისწავლის კარგს იზამს მაგრამ რაც შეეხება იმას რომ აი ვთქვათ ისწავლებოდეს მწერლობის სწავლა არ შეიძლება იცით იმიტომ რომ შეიძლება გასწავლონ რა არ შეიძლება რისი დაწერა ხო არა რისი დაწერა არ შეიძლება ამის სწავლა შეიძლება მაგრამ რა დაწერო ეს შენმა ინტელექტმა უნდა გიკარნახოს და შენმა მწერლობამ ბუნებამ და გამოცემითაც რა თქმა უნდა ყველაფერი არ შეიძლება გამოიცეს ამას ეს საქმე მოსაწესრიგებელია ეს საქმე მოსაწესრიგებელია მწერლიდან დაწყებული კრიტიკოსით დამთავრებული დღეს უკვე დადგა დრო იმისთვის რომ ამ საქმეზე იზრუნოს საზოგადოებამ ამ საქმეზე ისაუბროს და იფიქროს იმიტომ რომ ჯერ ერთი ვის ხელში არის მოქცეული დავიწყოთ თავიდან არის საქმე სრულებით დასაწყები ვის ხელში არის თუნდაც კონკურსები ყველას არ გულისხმობ და ყველაფერს არ ვაყენებ რა თქმა უნდა შეურაცხყოფას არაჩვეულებრივი ადამიანები ტრიალებენ მწერლობაშიც და ლიტერატურაში თქო ნამდვილ მწერლობას ვლაპარაკობენ ძალიან პატივსაცემი დღესაც ჩვენს გვერდითაც არიან ესენი მუდმივად მაგრამ სწორედ მათ უნდა მიექციეს ყურადღება და პრიორიტეტული ის უნდა იყოს რამე კითხოთ ერთ-ერთი მთავარი რაც არის აუცილებელი მწერლობის თუ პოეტის უნდა იყოს ძალიან მართალი და გულწრფელი რომ მივიდეს კითხულობამდე ხო ამაზე შევთანხმდით თუ ჩვენ ვსაუბრობთ davუშვათ თანამედროვე მწერლობაზე და დავუშვათ ბევრი მწერალი ასახავს ჩვენს დღევანდელობას ან ცოტა უფრო ახლოს არსულს ხო იგივე 90-იან პერიოდში ეს ბუნებრივია იმიტომ რომ შემოქმედთვის არ შეიძლება არ იყოს სათქმელი ეს პერიოდი ძალიან რთულია იმ პერიოდის დავუშვათ თბილისზე საქართველოს საუბრობ აცდე იმდროინდი ლენინას იმდროინდი სამეთყველო დავუშვათ ფორმებს და შეიძლება კითხულობ ჩვენ ლიტერატურას აი ეს დრამატურგია და იქ არის რაღაც სლენგი გარკვეულია დამკვიდრდა ხო აი ამ შემთხვევაში ეს თუ არის ფორმის სახით გამოყენებული და არა იმიტომ რომ რაღაცა დამკვიდრება უნდა და მოდურობა უნდა მწერალს ეს ამდენი დასაშვებია იცით რა არის როდესაც ამაზე ვთქვით წაღან როდესაც პერსონაჟის დასახასიათებლად ან რაიმე ამინდის დასახასიათებლად ეპოქის დასახასიათებლად ჩვენ ეს გვჭირდება და ვხედავთ რომ თხრობა არის სრულიად გამართული კულტურული ნორმალური მწერალმა იცის ენა შესანიშნავად და იქ უკვე ხვდები შენ რაღაცა ნიჭის ამბავია ეს და ხვდები რომ ეს საჭიროა რომ ეს პერსონაჟი დაახასიათოს თქვა ლაპარაკობს ის არანორმალურად გნებავთ სლენგი არის გნებავთ რაღაცა ისეთი ხო ან დარღვევა არის ენობრივი ნორმის ეს გასაგებია მაგრამ პერსონაჟიდან გამომდინარე თუ ეს არის მწერლის დიახ მაგრამ როდესაც მთელი მხატვრული ტექსტი არის ავსებული ასე ვთქვათ გნებავთ დიალექტებით გნებავთ ბარბარიზმებით გნებავთ ხამსობებით გნებავთ და არასწორი ნორმები ხო არასწორი ენობრივი ნორმებით ხო ეხლა იცით რა არის რაც შეეხება მოდურობას მე ამას მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს დღეს მოდაშიც აღარ არის თუკი მოდაზე არის ლაპარაკი მოდაშიც კი აღარ ეს წაიღო წინა 10 წლეულმა ეხლა ამითი დღეს ვინმე გააუწოდა ვიღაცას რამე გაუკვირდეს ეს 50 წლის წინ გაიარა ევროპამ და უფრო მეტი წლების წინ მე ვამბობ იაფასიან ლიტერატურაში მოდას თორემ
ნამდვილ მწერლობას არ გულისხმობ, კიდევ ერთხელ მიჯნავ ამას ლიტერატურა და ანტილიტერატურა. ძალიან ცუდია რომ ანტილიტერატურაზე გვიწევს საუბარი, იმიტომ რომ როგორც ჩანს პრობლემა გვაქვს ამის. მე მაინც არ ვიცი ხა შეიძლება არასწორად ფიქრობ, მაგრამ აუდენ საჭიროც უნდა იყოს ეს იქნება წიგნიდან, ეს იქნება პერსონაჟიდან, სცენიდან, ტელევიზიიდან რაღაცა სიტყვაობა მაინც ყურშრის და მერჩევნი არის. ხო, იცით რა არის, იმიტომ რომ არ არის მაყურებელი ალბათ ვერ იღებს, ხო? იცით რა, არ არის საქართველოს მაყურებელი. ხო, იცით რა არის, ახლა მე კონკრეტულად პოეზიაზე მინდა 1-2 სიტყვა ვთქვა ამ თემასთან დაკავშირებით. შენი ენის ბუნება უნდა იცოდე მწერალმა, შენი ენის ბუნებას უნდა გრძნობდე. და უნდა იცნობდე იმას რა. იცით რა, ვერ მიიღო ეს ქართულმა პოეზიამ. ვერ მიიღო. ახლა მე ხო, პირადად მე თუ ჩემი სუბიექტური აზრია, საჭირო ამ თემაზე, მე არ მომწონს პირადად პოეზიაში, როდესაც არის ზედმეტი გადაჭარბებული უხამსობა. მე ვფიქრობ, რომ ლირიკას ეს აზარალებს. მაგრამ არიან მწერლები, რომლებიც ასე არ ფიქრობენ. მაგრამ მაშინ უნდა დაიცვან ის ნორმა, რასაც კაბრეზი ქვია და უნდა გაემიჯნოს სკაბრეზი უხეშობას და უხამსობას. თუმცა ის აღინიშნოს რომ ამ ანტილიტერატურას ყავს თავისი მიმდევრები, მხარდამჭერები და თქვათ შეიძლება გაამართლო მწერალი იმით რომ აი ფანტაზია ეს მწერლის და ვერ შეედავები. იცით რა, ფანტაზია შეიძლება ჰქონდეს ყოველ მეორე ადამიანს, მაგრამ როცა ჩემ პრეტენზიას აცხადებ და გინდა მწერლობა, მაინც და მაინც მწერლობა უნდა იცოდე რომ მწერალი არის მწერლობა არის ძალიან საპასუხისმგებლო რამ, ძალიან დიადი რამ და მნიშვნელოვანი რამ. ეხები ენას. ენა უნდა იყოს შენი ყველაზე დიდი იარაღი და როდესაც შენ ეს არ გაქვს მოწესრიგებული აქ საქმე, შენ უბრალოდ მწერალი ვერ იქნები. ხა სურვილი ერთია, მაგრამ რამდენად მოახერხებ ამას ეს მეორე. ხა ნიჭზე უკვე აღარ მაქვს, ხა ნიჭი თუ არა გაქვს, უბრალოდ არაფერზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ ამას როგორ აკეთებ. ამას უბრალოდ ვერ გააკეთებ, ანდა ძალიან ცუდი იქნება. არ გეყოლება მკითხველი, ხა შეიძლება ვიღაცა 5-6 ახალგაზრდა პატარა გოგოს ეს რაღაცა მოეწონოს ამით, მაგრამ ხო, ეს თუ შენ გინდა შენი განაცხადი გააკეთო, თუნდაც რომელიმე ეტაპზე, ხა საუკუნეებზე დარჩენაზე უკვე აღარ არის ძალიან დიან მწერლობაზე ლაპარაკი, მაშინ შენ უნდა ჭკუას მოუხმო და შენს ენას აუცილებლად უნდა გაუფრთხილდე, იმიტომ რომ ქართული ენა იმსახურებს ამას, ნამდვილად იმსახურებს თქვენი მწერლობა. თუ გამოარჩევდი თანამედროვე მწერლებიდან, შეიძლება რთული შეკითხვა თუ რაღაცას გეუბნებით, მაგრამ მაინც აი ვისი ქართულიც შეიძლება იყოს მისაბაძი. იცით რა არის, იცით რა არის, გამორჩევით, მე გამოვარჩევ, მაგრამ სპეციალურად არ მინდა დავასახელო. ძალიან ბევრი, იმიტომ რომ მე ხლა ეს წრე ჩემი მეგობრები არიან, ვიღაცას დავასახელებ, ვიღაცა უნდა გამორჩეს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ნამდვილად ძალიან ნიჭიერი და კარგი ადამიანები ტრიალებენ ჩვენს გარშემო. თუ თანამედროვეობაზეა ლაპარაკი, ხო? აი რამდენიმე წლის წინ წავიდა ამ ქვეყნიდან უნიკალური მწერალი ოთარ ჭილაძე. ორჯერ ნობელის ნომინანტი გახდათ, ხო? საოცარი ადამიანი. ხო, იყო თანამედროვე ეს, მაგრამ მისი ენა იყო რა დონეზე, ხო, დახვეწილი, მოწესრიგებული და ამაზე არის ლაპარაკი. თანამედროვეობაშიც ძალიან ბევრი არის კარგი პოეტი და კარგი მწერალი და ძალიან ბევრს ვერ ვიტყვი, თუმცა ძალიან ბევრი არა, მაგრამ საკმარისი იმისათვის, რომ ამ მცირერიცხოვანი ერისთვის საამაყო იყოს. ასე იყო შენ ისტორიაში თუ პლასტიკოზებზე ვსაუბრობ, შეიძლება 1-2-3 იყო შემორჩენილი, მაგრამ ეს 1-2-3 ავსებდნენ აბსოლუტურად და იმ ხელარ ამ შექმნეს და იმ ხელსახელები მიმბერაზები იყვნენ, რომ კაცი არის საკმარისი იმისათვის, რომ დღეს ქართული მწერლობა წელში გამართული იყოს და მე ვერ ვიტყვი, რომ თანამედროვეობას არ ყავს პოეტი და არ ყავს მწერალი, ნამდვილად ყავს, ასე რომ ჩვენი საქმე არც თუ ისე ცუდად არის სხვა ქვეყნებთან შედარებით. იმედი მაქვს, რომ არც იქნება ცუდად არასდროს და სადაც ქართული ენა არის თავის ადგილზე, იქ არაფერი ცუდად არ არის. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელ შევახსენოთ, პოეტი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი ქეთევან შენგელია საუბრობ